ევროპის რეაქცია ახლა არ შემოიფარგლება ცხადი აი ამ სანქციებით. ევროპა და ამერიკაც ცხადია არ არიან მზად რომ კაცრი სანქციები გაატარონ ეგრევე, მაგრამ სანქციები გამკაცრდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ. და მათ შორის ეს გამოიწვევს შექმნის ახალშეძლებლობებს იმ საკითხებში, რაც შეეხება ევროკავშირის გაფართოებას და ნატოს გაფართოებას. და საქართველოს უჩნდება უნიკალური შანსი, რომ უკრაინასთან ერთად, უკრაინის ჭრილში, მოლდავეთთან ერთად შევიდეს ევროატლანტიკურ ერთობაში. ნატოში შევალთ თუ ევროკავშირში შევალთ, მე ნატოში შესვლა უფრო მნიშვნელოვანი ბევრად, ეს მეორე საკითხია და ამას მუშაობა ჭირდება, მაგრამ გასაგებია რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს მუდმივ მოძრაობაში, უნდა აი ესე ევროკავშირის დედაქალაქებს დადიოდეს, ბერლინი, ლონდონი, პარიზი, ბრიუსელი, მე რაღაც მადრიდი, ლისაბონი, პრაღა, ვარშავა, ასე მე ისე ბერლინი, ბრიუსელი, ლონდონი, ანუ სამეულის ქვეყნები და ამერიკის ქვეყნები და აი სულ აი მოძრაობაში უნდა იყოს ასე ვაშინგტონში და მაშინ არის რაღაც შანსი რომ ჩვენ არ დაგვივიწყებენ. არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ესეც ახალშეძლებლობებს ქმნის და შემიძლია არის ძალიან ანუ ჩვენ რომ ჩვენ თავზე ვთქვათ, არის საჭირო ძალიან აქტიური პოლიტიკა იმისა, რომ საქართველოს არ ჩამორჩეს ამ პროცესში, იმიტომ რომ ჩვენ ყველანაირად წინ ვართ. ეკონომიკურად ჩვენ ბევრად უფრო ეფექტური ეკონომიკა გვაქვს აგებული. განვითარების დონით ჩვენ მოლდავეთს ვუსწრებთ და უკრაინას დონეზე ვართ. კორუფციის მხრივ შედარებაც არ შეიძლება საერთოდ, რაც ხდება მოლდავეთში და უკრაინაში, იმასთან შედარებაც არ შეიძლება. ხო? მედიის დამოუკიდებლობით, სასამართლოდ ყველაფრით ბევრად უფრო წინ ვართ წასულებით და ცხადია ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ამ მატარებელს შევახდეთ. იმიტომ რომ შევახდეთ, რომ ის ცხოვრება გაგიაქვს ცუდი, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს არასწორობის საკითხი. თუ რუსეთმა ახლა ჩაყლაბა ყირიმი არის ტერიტორიულად არის საქართველოს სამჯერ პატარა და მოსახლეობის საქართველოს ხელა. არ ვიგონოს ის რაღაც პატარა პროვინცია. ხო? ხვალ რა იდეა გაუჩნდება რუსეთს, არ ვიცით. ხვალ ეს შეიძლება იყოს ხვალ მოკვალურად, და შეიძლება ხვალ იყოს 10 წლის შემდეგ, ხო? შეიძლება ხვალ იყოს 10 წლის შემდეგ. თქვენ ახლა ერთი ძალიან ჭკვიანი კაცის ხმა მოისმინეთ, კარგად დააკვირდით ხომ თარიღს. ეს სიტყვები თქვა 2014 წლის აპრილში, ნოემბერში გავიგეთ რომ გარდაიცვალა, მაგრამ ეს ამონარიდი, რომელიც შემოგთავაზეთ საფიქრალად, კარგად აჩვენებს ჯერ კიდევ როდის შეიძლებოდა იმის წინასწარმეტყველება, რომ საქართველოსთვის შესაძლებლობის ფანჯარა გაიხსნებოდა. შესაბამისად, ჯერ კიდევ როდიდან იყო შესაძლებელი დროის ეფექტურად გამოყენება, რომ ამ პროცესს საქართველოს მზად შეხვედროდა და არ მიგვეგო ის, რაც მივიგეთ და რასაც დღეს ქუჩაში უწყვეტი პროტესტით უკვე ერთი თვეა უპირისპირდება ქართველი ხალხი. ბევრი ვიფიქრე, რა მინდოდა ყოფილიყო საბოლოო განწყობა, რომელსაც დავტოვებდი იანვარში მოკლე შესვენების შემდეგ თქვენთან შეხვედრამდე და ასეთი რამ გადავწყვიტე თქვენთვის მოვაგროვე იმ ხალხის ხმა, რომლებსაც პროტესტის ხმა იმ ქვეყნებში ჩააქვთ, სადაც თვითონ საქმიანობენ. ან როცა ვერ უძლებენ ევროპიდან საქართველოში ჩამოდიან და აქ ცდილობენ პროტესტს მხარი დაუჭირონ. აქ მოითხოვონ ევროატლანტიკურ კურსზე თავიანთი ქვეყნის დაბრუნება. ამ ადამიანებს ან იცნობთ, ან არ იცნობთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი ის ძალისხმევაა, რომელსაც ისინი ეწევიან საზღვარგარეთ იმისთვის, რომ საქართველოში გაშლილი პროტესტის ხმა დასავლეთშიც მკაფიოდ ისმოდეს. მას ასე, ვინ იბრძვის გარეთ იმისთვის, რომ საქართველოს ხმა ისმოდეს, რომ არ დავავიწყდეთ დასავლეთს და რომ შევასრულოთ ის მისია, რაც საკუთარ თავს და ქვეყანას დიდი ხნის წინ დავუსახეთ. გავხდეთ ევროატლანტიკური სივრცის სრულუფლებიანი წევრი და უარი არ ვთქვათ იმ ამბიციაზე, რაც დამოუკიდებელ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა. არ ვიყოთ უბრალო გამტარი, ვიყოთ ანგარიშგასაწევი ქვეყანა, რომელიც გადაწყვეტილებებს იმ მაგიდებთან იღებს, სადაც თავს იყრის მთელი დასავლეთი.